ძნელია იცით ამჟამად თქვა რაღაც კონკრეტული ფაქტი ერთია რომ ფრონტის ხაზზე მიუხედავად გაძლიერებული და ძალიან მაღალი დონის ინტენსიური დრონულ რაკეტული დარტყმების გაცვლისა ზოგადად ხმელეთზე აქტიურობა იმდენად არ შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ თუ არ ჩავთვლი რაღაც გარკვეულ ლოკალურ მონაკვეთებს, მაგალითად, იგივე რუსეთის ტერიტორიაზე ბრიანსკის ოლქში უკრაინელების შეჭრას და ერთ-ერთი სოფლის აღებას და მეორე სოფლის შემოგარენში გამაგრებას, ხოლო რუსების მხრიდან გარკვეული ნაბიჯ წინსვლას ასევე პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ ეს არც ერთი და მეორე რაღაც მნიშვნელოვან პრობლემას არ იწვევს ფრონტის ხაზზე. მაინც ჩანს ის პირობები, რომ ორივე მხარე, განსაკუთრებით რუსეთზეა აქ ხაზი გასასმელი, ცდილობს რომ მაინც აჩვენოს, რომ ის არის წამყვანი, ის არის დღეს ძირითადი სიტყვით თქმელი ფრონტის ხაზზე და ყოველი ეს დარტყმები და ეს აქტიურობა რუსეთის მხრიდან ხილული აქტიურობა და რა თქვა ესეთი გადასული შედეგში გადასული აქტიურობა ეს იმის მაჩვენებელია რომ უკრაინა ითხოვს აი ამ ცეცხლის შეწყვეტას და არა რუსეთი. კი ბატონო. თან უპირატესობების მტკიცება მაინც მიდის ფრონტის ხაზზე. თქვენ თქვით რომ ეს ხილულია და არა მაინც და მაინც შედეგობრივი, მაგრამ თუნდაც ხილული შედეგების ჩვენებას ორივე მხარე ცდილობს, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც პოლიტიკურ დისკურსში ტრამპმა შემოიტანა ეგრეთ წოდებული კარტების თემა, ვის მეტი კარტი აქვს ბრძოლის ველზე. უკრაინელები არ ეთანხმებოდნენ შეფასებას, რომ ეს პუტინს მეტი კარტი აქვს და მათ არ აქვთ კარტები, ანუ უპირატესობები, აი მაგალითად უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთის 4 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს. აი ამ თუნდაც აი ამ მანიშნებელი რაღაც ახალი ამბებით ისინი მუდმივად უმეორებენ მსოფლიოს, რომ ისინი ბევრი წელია უკვე ომში არიან და სულაც არ არის ისე, რომ უკრაინას აქვს რუსეთს აქვს უპირატესობა ახლა ამ ომში. თქვენი შეფასებით როგორ არის ეს? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს 4 ვერტმფრენი ერთდროულად ერთ დღეს, ეს ორი მირვა მრავალფუნქციური სატრანსპორტო ვერტმფრენი და 2 K-52 მოიერის მრავალფუნქციური ვერტმფრენი. ასე რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, უკრაინის დარტყმები ამის დარტყმებიც პასუხია ეს რუსეთის დარტყმებზე. ნუ დაგვაუწყდება, რომ სულ 2 დღის წინ რუსეთის ცენტრში ხდება ჩამოვარდა უპილოტოები და რუბლიოვკაზე გაჩნდა ხანძრები, ხო ეს ელიტარულ უბანში, რუსეთის ელიტარულ უბანში. ასე რომ არც ის რა თქმა უნდა უკრაინელები ცდილობენ და ეცდებიან კიდეც თავისი წარმატებების ჩვენებას. დანარჩენი მე უბრალოდ მიკვირს იცით ის გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც არა მხოლოდ თქვა ტრამპიდან მოდის, არამედ მის წარმომადგენლებითაც იგივე გამეორებული, რამდენჯერმე გამეორებული კურსკის ალყა, ეგრეთ წოდებული, რომელსაც თვითონ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და დაზვერვის მონაცემების მიხედვით უკვე აღარ არსებობს ეს ალყა და ძირითადი ძალები უკრაინელებს გასულია და არც არ ყოფილა არასოდეს აი ამ მიმართულებაზე, მაგრამ გამოძბებით იმის მტკიცება, რომ იქ ალყაში არიან საწყალი უკრაინელები და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის თხოვნა არის ჰუმანის პუტინის მიმართ რომ დახოცოს ეს ხალხი, ეს რა თქმა უნდა არ არის მართალი. რა თქმა უნდა ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდის რუსეთი და ნუ დაგვაუწყდება რომ თვითონ უშუალოდ რუსების გადმოცემით, რუსი ბლოგერების გადმოცემით, თან Z ბლოგერების გადმოცემით, რომლებიც ძირითადად აპოლოგეტები არიან რუსეთის აი ამ შეერაღებული ძალების ის პარკებიც კი აღარ აქვს რუსებს საკმარისად დაუყები გადააქვთ ხოლმე და მას რეცხავენ რათა მეორეჯერ და მესამეჯერ გამოიყენონ. ისეთი იმდენი რაოდენობის არის დაღუპული. ასე რომ არ ულხის რუსეთს რაც არ უნდა გულის სახე და გმირული პოზა დაიჭირო, ნამდვილად არ ულხით მათ. ამას ემატება და ესეთი გარემოება, როდესაც წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, სანგრებში მყოფ ჯარისკაცებს, რომელთაც მუდმივად ესმის, რომ საუბარი არის ცეცხლის შეწყვეტაზე, ხო, ნამდვილად მოტივაციის ნამდვილად არ აქვს და ფსიქოლოგიური, მორალური თვალსაზრისით არ აქვს ის მოტივაცია, რომ ამოხდნენ ამ სანგრებით
გააგრძელოს შეტევა ყოფნა. ყველა ერთება ბოლოს ხვეპილი გახდეს ამ საომარი დაპირისპირებს. რატომ რომ მიუხედავად აი ამ აქტიურობისა, საცეცხლე დარტყმების გასვლების და აქტიურობისა და მე მქონდა შესაძლებლობა იმ პერიოდში მოვხდი უკრაინაში ზუსტად აი საჰერო დარტყმების პერიოდში და ძალიან კარგად დავინახე ჩემი თვალით აი ამ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამოდენიმე საათში რა აფეთქებები ისმოდა უკრაინაში. თქვენ უკრაინაში იყავით ამ როცა ტრამპი პუტინი ესაუბრებოდა და ეს საუბარი დასრულებული არ იყო რომ მოხდა ეს დაბომბვა, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ უკრაინაში ბრძანდებით. დიახ, იმ პერიოდში ვიყავ მოხდი უკრაინაში ზუსტად რაღაც სამსახურო საკითხებზე, როგორც თემატიკაზე ვმუშაობთ ამჟამად მე და რუმინელი კოლეგები, ექსპერტები. ეს არის ევროპის სარდლობის, ამერიკის ევროპის სარდლობის შეკვეთა, რათა იქნას დამუშავებული რუსეთის შეერთებული ძალების მოქმედება აი ამ უკრაინის ომში. ამასთან დაკავშირებით რაღაც სამუშაოებია, რაღაც ანალიტიკური. ამასთან დაკავშირებით მომიწია რამოდენიმე დღის ყოფნა უკრაინაში და მე დავინახე ის, რაც დავინახე და ნამდვილად იყო ორის რამოდენიმე საათი იყო გასული სულ მოლაპარაკებიდან და განცხადებიდან თუ რამდენი აფეთქება მოხდა კიევში და რა დანგრევები განიცადა საერთოდ უკრაინამ. ასე რომ ეს ძალიან ძნელია ზოგადად დაუბრო რუსეთთან განსაკუთრებით მაშინ როცა მაგალითად მოლაპარაკების ერთ ტექნიკურ ჯგუფში არის შეყვანილი პიროვნება რომელიც თვითონ ანალიტიკოსი იყო FSB-ს მეხუთე გაყოფილებაში მუშაობდა მეხუთე გაყოფილების უფროსი იყო რომელიც არწმუნებდა მისი ანალიტიკური ცნობების საფუძველზე მოხდა პუტინის დარწმუნება იმაში რომ უკრაინა რუსეთი შეეძლო უკრაინის აღება 3 დღეში. ბესედას გულისხმობთ? დიახ, ბესედას დღევანდელ რომელიც ციხეშიც კი იჯდა რუსეთში ერთ პერიოდი აი ამ ამბების შემდეგ, მაგრამ ეთყობა ძალიან დიდი დამსახურება აქვს პუტინის მიმართ, რადგანაც ამჟამად რჩევლად არის FSB-ს ხელმძღვანელობის, ხო? და აი ამ პირობებში მე ძალიან გამიჭირდება იმის თქმა თუ რამდენად იქნება მიღწეული ესე იგი გრძელვადიანი და ყოვლის მომცველი მშვიდობა. კი ბატონო. იმედი მაქვს რომ პირველ ეტაპზე პროცესი დაწყებულია და ცეცხლის შეწყვეტა მაინც იქნება მიღწეული. კი ბატონო, მომლაპარაკებელთა შორის ერთ-ერთი გრიგორი კარასინია, საქართველოშიც კარგად იცნობენ მას აბაშიძე კარასინის ფორმატიდან გამომდინარე და მისი სასაუბრო თემა შავი ზღვა. ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან როგორ გონიათ, წყდება თუ არა მთლიანად შავი ზღვის თემა და შესაბამისად შეიძლება თუ არა წყდებოდეს საქართველოს საკითხიც რამე ფორმით. თქვენ რომ იყოთ წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების ან მრჩეველი მისი რას ურჩევდით ახლა ამ მიმართულებით, როცა საერთაშორისო ასპარეზზე შავი ზღვა პრიორიტეტი ხდება და განხილვის თემაა აგერ ერიაში. მე არ მიმაჩნია რომ ხა ზუსტად აი ამ შეხვედრებზე იწყება რაღაც გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რეგიონალური გადაწყვეტილებების მიღება. აქ უფრო ახლა მაინც უფრო ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი, კი ბატონო. მაგრამ დახურულ კარს მიღმაოდათ ყველაფერზე საუბრობენ. მაინც. რა თქმა უნდა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. უკრაინამ უარი განაცხადა რუსეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასკომაზე და ამჯერად ხდება ერთთან მოლაპარაკება, მერე მეორესთან, მერე ისევ დაბრუნება, აი ესეთ ინფორმაციის გაცვლა და აი ამ მიმართულებით მაინც აი ამ ეტაპზე მე მაინც ვიტყოდი რომ ალბათ ჩვენი ქვეყნის გაცილებით მნიშვნელოვანი არის თავის პოზიციების წინ წამოწევა ევროპულ გაერთიანებასთან და თქვა იგივე შეერთებული შტატების მიმართ შტატებში საქართველოს მნიშვნელობის წარმოჩენასთან დაკავშირებით, ვიდრე უშუალოდ აი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამჟამად ვინაიდან მაინც უფრო გლობალური საკითხები უფრო ზევით გადაწყდება, ვიდრე უშუალოდ ამ მაგიდებზე. კი ბატონო და აქვე ევროპელების თემა წამოჭერით თქვენ და ევროპა, რომელსაც უწევს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ერთობლივი გეგმა, რომელშიც მსურველთა კოალიციის კიდევ არაერთი ქვეყანა იქნება ჩართული, რომ დაცული იყოს უკრაინის ცა, ზღვა და ხმელეთი. როგორ უყურებთ აი ამ მსურველთა კოალიციის გეგმას, რომელიც როგორც ჩანს უკვე კონტურებს იძენს რეალურს?
ძალიან დადებითად უყურებ და მგონია ძალიან ქმედითიც იქნება. აქ თუ დაგვავიწყდება რომ ევროპასთან ერთად კანადა ხდება ძალიან აქტიური ამ მიმართულებით და ეხლა ევროპა-კანადის ერთობლივი ძალისხმევა იწყება მიმართული გარკვეულწილად გადაიარაღების პროგრამებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალა არის, რასაც ეხლა ავსტრალიას და ქვეყნებს არ ჩავთვლი ჯერ კიდევ ვინაიდან უშუალოდ ის წამყვანი ქვეყნები, ისეთი როგორცაა საფრანგეთი, გერმანია, თუნდაც იგივე დიდი ბრიტანეთი, პოლონეთთან ერთად ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ, თუნდაც ეკონომიურად, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით და აი ამ შემთხვევაში დაგვავიწყდება ის გერმანიის ძალიან აქტიური პოზიცია, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის და საფრანგეთის გვერდით, რომელიც მიმართული არის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას და სამხედრო მრეწველების სამუშაოებასა და სამხედრო გაძლიერებაზე, თავდაცვის გაძლიერებაზე. იმიტომ რომ ეს არის პრობლემა ევროპის წარმოება, რასაც შესაძლოა დრო დაჭირდეს. იცით რა, როდესაც უკვე 2 წელი მიმდინარეობს ეს ევროპას ეხლა არ იწყებს ევროპანული და ევროპას დარგულებს გარკვეულწილად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისაა გადადგმული. რაინმეტალი უკრაინაში აპირებს ერთობლივი საწარმოების გახსნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სკანდინავიის ძალიან დიდი ფული იდება უკრაინის სამხედრო მრეწველების განვითარებაში. დღესდღეობით უკრაინა აწარმოებს თავისი მოთხოვნის 30%-მდე. მას დასჭირდება აუცილებელი მისთვის 50%-მდე ამის გაზრდა და ამის გზაზე დგას. იგივე ახორციელებს ევროპა. ის თანხა, რომელიც ევროპას გამოყოფს თავისი ბიუჯეტისთვის, ხო, ზოგადად გაცილებით მეტია და ჯამში ვაიღოთ ვიდრე რუსეთის შესაძლებლობები. ასე რომ დაგვავიწყდება მე ძალიან გთხოვ დადებითი კუთხით რომ იმას ვთქვათ, შევხედოთ აი ამას. გერმანიამ ორჯერ შეძლო ერთხელ გაძლიერება სამხედრო თვალსაზრისით და მეორედ ფეხზე დადგომა დიდი დამარცხებების შემდეგ. თუ გერმანია მოინდომა, მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იგივე სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების. ეს ისტორიული მაგალითია და ისტორია და ისტორიული შესაძლებლობებია გერმანიისთვის. ზოგადად, ჩემი აზრით, ევროპა გამოდის სოფლიო ასპარეზზე უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს და ეს მე მგონი მისასალმებელია და აი ამ პერიოდში აუცილებელია საქართველოს მიპოვოს ასევე ჩემი აზრით თავისი ადგილი და იყოს ისევ აციმციმდეს აქტიურად რადარებზე ევროპისა და დასავლეთის ახლა როგორ არის ჩვენი ქვეყანა არა თუ ციმციმებს რადარებზე, არამედ სამხედრო თანამშრომლობა ფაქტობრივად შეჩერებული აქვს და სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ჩვენ ნახეთ შეერთებული შტატების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით, წვრთნების ერთობლივი წვრთნები აღარ არის და ასე შემდგომ, ხო? ანუ საერთოდ სად არის, რა რადარი აქვს ანთებული ან ჩამქრალი ჩვენს ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით, რას ხედავთ? ხო, ამერიკას ვისწავლებები ახლა სომხეთში ატარებს, სომხეთში ხდება გადაზიდვა ჯავშან ტექნიკის და იქ ჩატარდება სწავლებები, რომელსაც ჩვენ ვატარებდით. საწყენია სამწუხაროა, მაგრამ მე რაღაცას ვიტყოდი და ასევე მინდა ვთხოვო იმ პირებს, ვინც ზოგადად ამ სფეროში არის, სამხედრო პოლიტიკურ სფეროს გულისხმობ, იცით, არ შეიძლება ჩემი აზრით საქართველოს მხრიდან იყოს რაღაც გარკვეული იმედგაცრუება ამერიკელების მიმართ. აუცილებელი არის გვახსოვდეს, რომ ვთქვათ, ხელისუფლება მოდის მიდის ნებისმიერ ქვეყანაში და ის სტრატეგიული მეგობრობა, სტრატეგიული აუცილებლობა, რომელიც ამდენი წლები იჭედებოდა ამერიკელებთან და ეს სამხედროსაც ეხება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შეება პირველშიც კი ეს არ უნდა დაიკარგოს და ეს ნამდვილად არის და ეს დასაფასებელია და ამერიკის გვერდში დგომა საქართველოს კვლავ უაღრესად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულად ალბათ ყველაზე ახლო მოკავშირე საქართველოსთვის მაინც რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, სულ ბოლოს კითხვა მაქვს ასეთი, მშვიდობა, სამართლიანი მშვიდობა, რამდენად მიღწევადია აი ამ კონტურებით, რაც დღეს ჩანს. ზეწოლას ითხოვს, აქტიურ ზეწოლას ზელენსკი პუტინზე, რომ მან რეალური ნაბიჯები გადადგას. თქვენ როგორ გონიათ, ასეთ ტონში, ასეთ პირობებში, როგორითაც მიმდინარეობს ახლა ეს მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამართლიანი მშვიდობის ბოლო? მე ცოტა ეჭვმეპარება აი ამ ტერმინის სრულად გაგებისთვის სამართლიანი მშვიდობა დღევანდელ მსოფლიოში. სამართლიანი მშვიდობის პერიოდში პუტინი უნდა იყოს სასამართლოში მიცემული, უკრაინის ყველა ტერიტორია დაბრუნებული და
ფულ თანხები გადახდილი იმ ზარალისთვის, რაც მიიღო უკრაინა. იგივე ეხება იმ ბავშვებს, რომელიც გაყვანილიყავს რუსებს და ჯერ კიდევ რაღაც პასპორტებს უფორმებენ და მოქალაქეებს უფორმებენ და ასე შემდეგ. ეს ცოტა ძნელი არის დღეს რაღაც სამართლიან მშვიდობაზე საუბარი. აქ ეხლა არის ალბათ საჭირო მშვიდობაზე საუბარი, რომელიც აუცილებელი მშვიდობაზე საუბარი, რომელიც დაჭირდება უკრაინას, რათა განახორციელოს ის მოდერნიზება თუ ის გაძლიერება თუ ის ინსტიტუციური ჩამოყალიბება, რაც მისთვის აუცილებელია როგორც დემოკრატიული ქვეყნის და როგორც ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარებისათვის.